ილია მეორეს სიტყვები, რომელიც დავიწყებას არ მიეცემა. როდესაც ის პატრიარქი გახდა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მხოლოდ 34 მოქმედი ეკლესია იყო, 4 მონასტერი და 80 სასულიერო პირი. 2025 წლისთვის 1500-ზე მეტი ეკლესია, 140 მონასტერი, 3200 სასულიერო პირი. ეს ციფრები მისი ცხოვრების შედეგია. 25 დეკემბერი 1977 წელი, სვეტი ცხოველი. აღსაყდრების დღეს მან თქვა: თავს ვიხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და ჩემი გონება. 1957 წელი, 24 წლის ირაკლის შიოლაშვილი ლენინგრადში ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღკვეცეს. მოგვიანებით ამ დღეს ის ასე იხსენებდა: ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი. აი ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში იყო საქართველოს ეკლესია. 2010 წელს საკვირაო ქადაგებაში მან ასე განმარტა სამშობლოს მნიშვნელობა. სამშობლო, ეს არის ჩვენთვის ღვთისაგან ბოძებული სამყარო. ეს არ არის მხოლოდ მიწა, ეს არ არის ჩვენი მშვენიერი მთები და ველები, ეს არის ჩვენი წინაპრების სული. სამშობლო არის ჩვენი ფესვები. და ბოლოს, სიტყვა, რომელიც შეიძლება მთელს მის ცხოვრებას ასახავდეს. ქართველი ერი და ქართული ეკლესია მუდამ ერთად იყვნენ ჩვენი სამშობლოს ყველა ძნელბედობის ჟამს.